მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, დიტო მოგესალმები. გამარჯობა საღამოშვიდობის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიტო, მოკლედ, ესე იგი, მესამე დღე არის უკვე დღეს, რაც დაიწყეს ირანის კონფლიქტი. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტრამპის ბოლო განცხადებით, მე მგონი, ისეთი პირი უჩანს, რომ ისრაელი ამზადებს ლიბანზე სახმელეთო ოპერაციას და ამერიკელები ამზადებენ თუ მე მომეჩვენა არ ვიცი და შენ თუ განმარტო კარგი იქნება მსგავს ოპერაციას, ლოკალურ სახმელეთო ოპერაციას ირანის ტერიტორიაზე. და იმ უბედურებას, რაც ახლა ხდება, თითქმის 2 დღის განმავლობაში, ხო? დაემატება ალბათ 10 ჯერ უფრო მეტი პრობლემა, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან და სად მიგვიყვანს საერთოდ ეს ყველაფერი? რას ფიქრობ? დავიწყოთ საუბარი და მე კითხვები საუბრის პროცესში მე დაგისვავ. ნიკა, შენ მოგეხსენება, რომ არაფერი ბუნებაში სპონტანურად არ ხდება, როცა დიდ საომარ საბრძოლო მოქმედებათა თეატრის განვითარებას. ისე როგორც უკრაინაში მაგალითად პროქსი ძალების მობილიზაციას უკრაინაში დაჭირდა 8 წელიწადი იმისთვის, რომ გარკვეული საინჟინრო ნაგებობები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, შესაბამის ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო, ყველა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ფრონტის ხაზი გაძლიერებულიყო და ამის შემდეგ დაიწყო ეს ომი. იგივე უვერტიურა, იგივე შესავალი გააკეთეს ირანთან მიმართებით. ხა ირანი მართლა არის გეოპოლიტიკური დამოუკიდებელი მოთამაშე, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი რეგიონისთვის, არამედ ცენტრალური აზიის მოთამაშეებისთვისაც და აქედან გამომდინარე ერთგვარი დეპოა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით საკითხები, რომელიც ეხება ისეთი დიდი გეოპოლიტიკური დამოუკიდებელ თამაშის დამოუკიდებელ ეკონომიკურ გაძლიერებას, როგორც არის ჩინეთი. ჩინეთისთვის ირანი შევადაროთ საწვავსაფრთხის ფაქტორს. ეს მისია მისია შეიძლება ითქვას და ის რაც ახლა ხდება ირანში, თავი თქვათ, რომ ამ შემთხვევაში ირანი ერთგვარი პროქსიც კი არის ჩინეთს. იმდენად დიდია ჩინეთისთვის ირანის არ დათმობა. გესმით ალბათ, რომ ირანის დათმობა ეს არის ჩინეთის ეკონომიკის განუხრელი, ვთქვათ, უკუსვლა, რა ბოლო ჯამში მიიღოს სრულ კოლაფსამდე, სრულ დამოკიდებულებამდე. შესაბამისად, ის რომ ერთის მხრივ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირანი როგორც ბრიქსის და შოსის წევრი ქვეყანა და ბრიქსის ფარგლებში ეს ჩრდილოეთ სამხრეთი უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობის მთავარი დაკავშირებელი რგოლი რუსეთიდან ინდოეთამდე არის სწორედ ირანი და შესაბამისად ირანის დათმობა და ირანში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც, ისისთვის ამ შემთხვევაში განსხვავებული მოტივით ვიდრე ჩინეთისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთი დგას ამ შემთხვევაში ირანის გვერდით. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსულ-ჩინური მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, განაპირობებს ის, რომ ირანი ძალიან მდგრადად, ასე ვთქვათ, უმკლავდება ამ შემოტევებს, რომელიც ნატოს შეერაღებული, გაერთიანებული ძალისხმევით ხორციელდება შეერთებული შტატების ასევე პროქსი ისრაელის, ასე ვთქვათ, უშუალო შესრულებით და უშუალო დებიუტით, იმიტომ რომ ამ საომარი მოქმედებების დებიუტი სწორედ მოდის ისრაელზე. ამას რა თქმა უნდა გააჩნია მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დატვირთვაც, შეერთებული შტატები მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო ამ საომარ მოქმედებებში, რაც პირველი დაბომბვა მოგეხსენება მთელი 200 თვითმფრინდა გამანადგურებელი შეფრინდა ირანის ტერიტორიაზე, მოახდინეს ლოკალური წერტილების
დამუშავება და უკან გამოსვლა, მხოლოდ ამის მერე უკვე ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატების არმადა თავისი ავიამზიდებით და ესკადრილიით მასზე. მოკლედ ჩვენ ახლა ვაკვირდებით პროცესს, რომლის დეესკალაციის რაიმე იმედი პლანეტის მაცხოვრებლებს სამწუხაროდ არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პირდაპირ ეთერში, კეთდება პრეზიდენტ ტრამპის მორიგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ კმაყოფილდება სასეცკლე წერტილების განადგურების იმ მასშტაბს მან უკვე მიაღწია ისრაელთან ერთად და ის უკვე იფიქრებს ცოტა ხანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ის რჩენს სწორად დასვის შეკითხვაში, რომ ისრაელი როგორც ჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უშუალო კოორდინაციაში გეგმავს, რომ იგივე სახმელეთო სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ლიბანის ტერიტორიაზე. რითი გავს ლიბანი ირანს და ხშირია ამ ქვეყანას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღინიშნოს, რომ უნიკალური სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელი მუშაობს ირანშიც და ლიბანშიც. მაგალითად, ირანის როგორც თეოკრატიის რესპუბლიკის, თეოკრატიული რესპუბლიკის, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მართავად არის აიათოლა, მაგრამ მას ასევე მოყვება შემდგომში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ორი სტრუქტურა, ეს არის შეერაღებული ძალები ირანის ერთის მხრივ, ხოლო მეორე რევოლუციის მცველთა გუშაკთა კორპუსი, რომელსაც უპირატესი ეთნიკური დატვირთვა გააჩნია ირანის თავდაცვის სისტემაში, რომელსაც 650 ჯარისკაცი ყავს და აქედან 420,000 მოდის გუშაკთა კორპუსზე. არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან შთამბეჭდავი ციფრი, რომელიც ამ რეგულარული არმიის უკან დგას. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგულარული არმიის აქტიური რეზერვი. ეს არის ბასიჯი, ეგრეთ წოდებული, ეს არის პარამილიტარისტული შენაერთები, რომელთენობა არის 600,000-ზე მეტი. ეს ყველაფერი, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, აი ამ მილიონიანი არმია, ეს არის ფაქტიურად თბილებამდე შეიარაღებული ძალა, რომელიც მზად არის დაიცვას, ასე თქვა, თავისი ქვეყნის ნებისმიერი გამოწვევისგან. და ეს არ არის არც ავღანეთი და წლების ვიეტნამი. ავღანეთი მით უმეტეს, რომელშიც საბჭოთა კავშირმა ვერაფერი ვერ მოახერხა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რიჩარდ ჰოლბრუკის მეთაურობით დაწყებული ISAF-ის პროგრამის ფარგლებში ვერ მოახერხა, მით უმეტეს 2001 წლის ტყუპების აფეთქების მოტივაცია იყოს ისე მეტი იმისთვის, რომ მათ სისხლში ჩაეხშოთ და ჩაეხშოთ მთელი ავღანეთი, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში. ებრძოდა ტალიბანს და ძალაუფლება გადაულოცა ტალიბანს. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ. და აი რო ავიღოთ კვადრატში ავღანეთი გავაერთიანოთ ვიეტნამთან თავისი გამოწვევებით და კუბის ხარისხში, აი ასეთ პროცესთან გვაქვს ირანთან მიმართებით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანს ყავს რეგულარული არმია, საარმიო შენაერთები. ირანს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პლუსები გააჩნია. ეს არის კოგნიტიური ომის წარმოების უნარი და შესაძლებლობა. შემთხვევით არ ვთქვი, რომ ის არის ჩინეთის პროქსი. და როდესაც ვამბობთ ჩინეთის პროქსზე, პირველ რიგში გულისხმობთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულს და ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულს, რომელიც ონლაინ რეჟიმში სადაზვერვო უწყვეტი სადაზვერვო მონაცემების, სატელიტური სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას, მის დამუშავებას და შესაბამის რეალიზაციას გულისხმობს, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ აქტიური ომის წარმოების ფაქტორის გათვალისწინებით ირანი, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება დასავლურ შესაძლებლობებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვერ მოახერხოს თავდაცვა. კიდევ მინდა ჩამოვთვალო აი ეს უპირატესობები, რომელიც ირანს გააჩნია ამ ომის წარმოების პროცესში. ეს არის ძალიან მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ირანს გამოარჩევს საერთოდ მთელი მსოფლიოსგან. შეიძლება ითქვას, რომ სწავლა, განათლება იყო ყოველთვის უპირატესი ირანში ისლამურ რევოლუციამდე 1979 წლამდე 79 წლის შემდგომაც. შემთხვევითი არ არის, რომ ეს გამორჩეული დიასპორები ყავს ირანს მსოფლიოში ყველგან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამის გარდა უნდა აღინიშნოს და ამას ატომ უსვამს
ეს არ არის რაღაცა მასა, ბრბო მოსახლეობის თვალსაზრისით გაბნეული მთელ ტერიტორიაზე, რომელიც ასეთი დაქსაქსვისა და ასე ვთქვათ, ადვილად დაქუცმაცების ფაქტის წინაშე შეიძლება დააყენოს ნებისმიერ ჰიპოთეტიურმა მტერმა. მათ ძალიან კარგი სისტემა აქვს ჩამოყალიბებული საზოგადოების კონსოლიდაციის და მოგესალმებათ, რომ მთელი ეს სტრუქტურა, რომელზეც მე გესაუბრეთ, ფაქტურად 5 საფეხურისგან შედგება და ერთი მეორეს უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების თვალსაზრისით. და რაც ყველაზე მთავარი, ეს არის ირანის გეოგრაფიული მდებარეობა. და ის ტოპოგრაფია, ასე ვთქვათ, რომელშიც კარგად ხედავთ, რომ ირანი არის ბუნებრივი ციტადელი. ეს არის ბუნებრივი ციტადელი, რომელშიც ძალიან ყვიანურად არის გათვალისწინებული მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების სტრატეგია. თქვენ ვერ ნახავთ გამაგრებულ პუნქტებს პირეთში. ყველაფერი არის შეტანილი ამ ბუნებრივი ციტადელის შიგნით. როცა ვსაუბრობ ციტადელზე, ეს არის რამოდენიმე ქედარმაზარი, ასე ვთქვათ, სარტყელები, რომლის ცენტრში და შიგნით, ასე ვთქვათ, მოქცეულია უკვე მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა და მათი 90% ჩატანილია ის ქვეშა საცავებში. არ დაგვაუწყდეს, ირანი უძველესი ცივილიზაცია და რა თქმა უნდა, მთელი აი ამ 1000 წლეულების განმავლობაში მიიღო ევოლუციურ პროცესში, მათ შორის სამხედრო ხელოვნება და სტრატეგიული ინიციატივა და უნარი მათ ძალიან მაღალ ხელოვნებაზე აქვს აღვანილი. და ის ფაქტი, რომ დღეს აი გამოვიდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი და გადადა, რომ მათ 3000 რაკეტა უკვე 3000 რაკეტა გაისროლეს, 3000 რაკეტის რეალიზაცია მოახდინეს, რომელიც პირველი და მეორე თაობის სარაკეტო სისტემებს განეკუთვნება. ახლა მთელი მსოფლიო იხილავსო მესამე და მეოთხე თაობის რაკეტების შესაძლებლობებს. და არ დაგვაუწყდეს შესაძლებლობების დემონსტრირებაზეა საუბარი. ირანმა მოახერხა და მთელი არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული ყველა ქვეყანა, არც ერთ ქვეყანა არ დაუტოვებია აი ამ მარკერასაც მის შესაძლებლობების დემონსტრირება ქვია, იმიტომ რომ ყველგან დაახლოებით 22 თუ 23 ამერიკული ბაზაა ყველა აი სახელმწიფოში, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზეა გალებული. მიწვდა ასევე ბრიტანეთის სამხედრო ბაზას კვიპროსზე. ასევე ომანში მიწვდა საფრანგეთის ბაზას. ეს რა თქმა უნდა ძებული ფაქტის წინაშე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული უკვე თანამედროვე მესამე და მეოთხე თაობის სარაკეტო სისტემების გამოყენების პირობებში, მით უმეტეს, როდესაც უკვე მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, კოგნიტიური თვალსაზრისით უზრუნველყოფას უკეთებს ჩინეთი. ჩინეთი, რომელიც ტექნოლოგიურ სტრია თანამედროვე მსოფლიოსი. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ნობელის პრემიის ლაურეატობის პრეტენზიას თავებდა და ამბობდა, რომ როგორ მე 8 ომი დავასრულე, რაც კი მოვედი მეორე ვადით და ამ დროს დიამეტრალურად განსხვავებული ანტიპოდი მივიღეთ იმ ტრამპისა, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობდა და ითხოვდა პრემიას, კაცი, რომელმაც გააჩაღა ომმა, რომელმაც უკვე შეიწირა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული წამყვანი ეკონომიკების მომავალი და ბედი. ყველას ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ ზრდადი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელსაც გაერთიანებული არაბული ემირატები და საუდის არაბეთი მიყვნენ, ფაქტიურად არის განახევრებული, რასაც დღეს ჩვენ უცქერით, იმიტომ რომ ის ახალშენებლობები და ახალშენება, რასაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფოებში და რომელიც იზიდავდა მთელი მსოფლიოდან ინვესტორებს, აღარ გამოიყურება საინტერესოდ. დუბაი, რომელიც ნამდვილი ოაზისი იყო არა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მოდელის თვალსაზრისით, დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, არასასურველი მუდმივი თვალსაზრისით,
რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ზუსტად 5 წუთში დუბაი მოწყვლადი იმ გამოწვევების წინაშე მდგომი, რომელიც ხელოვნური ჩარევის შედეგად, ასე ვთქვათ, ასე გათამაშდა მთელს ამ რეგიონში. და უცნაური ის არის, რომ ვერც ისრაელი ვერ დაეხმარა და ვერც ამერიკის ანტისარაკეტო საშუალებები. ხო, ანუ ხა, როდესაც ბაჰრეინის სამხედრო ბაზაზე აფეთქებები ავიხილეთ, ბუნებრივია ხა ეს ხო არ არის უნივერმაღი, ხო, ან რაღაცა ესეთი სამრო ობიექტი. ეს ყველაზე მაგრად დაცული სამხედრო ობიექტი, სამხედრო ბაზა, რომელზეც რამოდენიმე ასეული ამერიკელი ჯარისკაცი იყო განთავსებული, ამბობენ რომ 390 არის მსხვერპლი. ბუნებრივია ამას არავითარ შემთხვევაში ღიად არავინ არ დაადასტურებს. გასაგებ მიზეზების გამო, რომ სტრატეგიული მარცხი ამ ლოკალურ წერტილზე არ აღიარონ, მაგრამ მეორეს მხრივ იქ რომ ბაჰრეინში თან იქ არა სადაც მოსალოდნელი იყო რომ პასუხები იქნებოდა. თუმცა გავიხსენოთ ირანის ბოლო პოზიციას, მათ შორის ძალიან სამართლიანად მოიქცა ირანი იმ კუთხით, რომ გაერო გააფრთხილა და თქვა, რომ თუ კი ტრამპი გაბედავს და ისრაელთან ერთად განახორციელებს თავდასხმას ირანზე, ირანი პირველს, რასაც მოიმოქმედებს, ეს იქნება არაბეთის ნახევარკუნძულში იმ ბაზებზე საპასუხო თავდასხმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ფლობენ. და ეს პირობა იქნა შესრულებული პატიოსნად, ასე ვთქვათ. როგორც ჩანს, ამერიკელებს არ ქონდათ მოლოდინი იმისა, რომ სარაკეტო დარტყმები იქნებოდა წილად, ისე კი მაღალი სიზუსტით განხორციელებული. მაგრამ როგორც ჩვენ დავინახეთ, საკმაოდ დიდი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დადგა შეერთებული ძალები ამერიკის შეერთებული შტატების და სწორედ ეს გახდა ერთგვარი ფორსაჟის მიმცემი ტრამპის მხრიდან, რომელსაც განაცხადა, რომ ჩვენ უნდა სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს უკვე ნამდვილად, რომ შეიძლება აღმოჩნდეს ტრიგერი მესამე მსოფლიო ომის დაწყების. სახმელეთო ოპერაცია ნიშნავს კონვენციური ომის გაჩაღებას. კონვენციური ომის გაჩაღება ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოები, რომლის პროქსადაც მაგალითად ჩინეთის პროქსადაც მოვიხსენებთ ირანს, ამ შემთხვევაში გამოვა ამ კულუარებიდან და არ არის 600,000-იანი არმიის მქონე სახელმწიფო, იქ აქტიური რეზერვით ჩინეთს შეუძლია 200 მილიონიანი არმიის გამოვა. 200 მილიონიანი? 200 მილიონიანი, დიახ. 200 მილიონიანი არმიის გამოყვანა. მთელი თავისი რეზერვით, აქტიური რეზერვით და ასე ვთქვათ, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის გათვალისწინების შემდეგ. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ქვეყანა არის მილიტარისტული ქვეყანა, არ უნდა დაგვავიწყდეს. იყო მილიტარისტული ქვეყანა და გააჩნია თავისი ტრადიციები ამ მიმართულებით. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი, თქვენ ძალისხმევთ. და სად ვართ ჩვენ? აი ასპიცსა და ვასილისკოსზე დახვიდოდი და დაბრუნოშე ლომი და ვეშაპი 90-ათებს მახსენდეთ. მართლა რა ხდება ჩვენგან ჩრდილოეთით, რა ხდება ჩვენგან სამხრეთით და ჩვენ ამას ყველაფერს უცქერით ღმერთის წყალობით რაღაცა სტაბილური პლატფორმით. და ძალიან კარგად ვხედავთ, რომ შვიდობის ფასი არის მხოლოდ შვიდობა. რომ არაფერი, აი ამ შემთხვევაში მე არ ამბობ ეგზისტენციალური საფრთხეების გამოწვევებს ლაპარაკ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მცდელობები, რომელიც ჩვენ თავიდან ავიღეთ, თურმე ამად ღირდა, რომ ეს ფასი გადაგვეხადა, რასაც თითქოს კონფრონტაცია, თითქოს მუდმივი რაღაცა ესეთი რყევა და შეჯახება ერქვა ჩვენს დაუძინებელ პარტნიორებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მართლები აღმოჩნდით. ჩვენ მართლები აღმოჩნდით და მე ამ შვიდობას უსურვებ სამივე რესპუბლიკას, ბუნებრივია ჩვენი რასის. ჩვენ უნდა გვეყოს უნარი, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ მოაყონ კოორდინირება აი ამ შვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. თუმცა ძალიან ჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანმა ეს შეძლოს. იმ ფონზე, რასაც ძალიან ღრმად და შორსწასული თამაში ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს რა თქმა უნდა არ გამოპარვია. და ძალიან კარგად ხედავენ. მე მესმის, რომ აი საქართველოში ძალიან სერიოზული მითქმა-მოთქმა იყო და ძალიან მართლაც გასაკიცხი იყო სეიდ ალი მოჯანის
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის ქმედება, რომელმაც სხვადასხვა ტიპის მოსაწვევები გააგზავნა, რა თქმა უნდა, ეს მას პირადად ეკეთებია, მაგრამ საელჩოს თანამშრომლებმა ეს გააკეთეს, ხო, სტაფმა გააკეთა ეს. და ეხლა იქ ვინმეს რომ მოსვლოდა, მაგალითად მე რომ მომსვლოდა, რომ 410 წლინ პირველი ქართული ჯგუფის ჩასვლის აღსანიშნავად გამართულ მიღება ეპატიჟებით, თუ იქ კაცშვილი ფეხის მიმდგომი არ იყო ბუნებრივი. და მე ჩემი ელექტრონული მოსაწვევი დევაც გავასაჯაროვე დებს ის ჩემს Facebook გვერდზე. იქ წერია ირანის ისლამური რესპუბლიკის მორიგ წლით დაკავშირებით. მაგრამ მაგალითად ბატონმა გიორგი სანიკიძემ აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა მიიღო კონვერტით. ნახეთ, კონვერტი და ელექტრონული ფორმა ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. კონვერტზე უკვე ეწერა, გარდა იმისა, რომ ეწერა ისლამური რევოლუციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, ქვემოთ ლენტი იყო გადაკრული და ეწერა ქართველთა პირველი ჯგუფის ჩასვლის წლისთავთან დაკავშირებით. ბუნებრივია ხა, როცა ბატონმა გიორგი სანიკიძემ ნახა ეს კონვერტი და ნებისმიერ ჩვენთანაც რო ენახა, ამას მოყვებოდა, ხო? ყველა ვარიანტში კი, ნამდვილად. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა მე ამას გადაუხვიე თემას ნიკა, იმიტომ არა, ეს კონტექსტშია, დიტო. ეს კონტექსტშია, მაგრამ მეორეს მხრივ დიახ ჩვენს მეზობელ ქვეყნის ოფიციალურ დავისწარით. ირანის დროშის ფერანად და ჩვენი ანძა, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია აკრედიტებული კორპუსი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და დიპლომატიური მისია, ჩვენ ამას უკლებლივ ყველას მიმართ აკეთებს, ხო, სახელმწიფო ქვეყანა. ეს ამ შემთხვევაში თბილისის მერის პრეროგატივაა. გასაგებია, რომ ამ დროშის ფერებში ხება იმ პირობებში, როდესაც ეს 410 წლის თავის თემა იქნა გამებზე, იყო ყოვლად ამაზრზე. რაზეა, იმიტომ რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში გაპარტახებული კახეთიდან წასხმული გოგობიჭების მიმართ თემის რომანტიზირება იწვევდა ჩვენში ფიზიოლოგიურ აფექტს. აქ ორი აზრი არ არის, ნებისმიერ ქართველში. მაგრამ მოდით ეს ემოციების წამით გვერდზე გადავდოთ, რომ არ ყოფილიყო ეს 410 წელი, როგორადაც ჩვენ ეს მივიღეთ ასაწვევებში და მივედით და პატივი მივაგეთ სახელმწიფოს, რომელსაც თავისი მისია გააჩნია ჩვენთან ქვეყანაში. მაგრამ ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების დროშა აღმართა იგივე გოლოგრამით ის უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას. გასაგებია, ჩვენ ვართ ჩვენი ასე ვთქვათ სუვერენული ინტერესის მომსახურე და ეს გულისხმობს პირველ რიგში პოლიტიკის დალაგებას, ეს გულისხმობს ფინალური თანამშრომლობის ფორმატებთან გარკვეულ ადაპტირებას, სანამ საბოლოო პოზიციას გამოხატავთ. ეს გულისხმობს გეოპოლიტიკური ხიდის როლში ყოფნის სურვილს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს განიხილავს თანაბარ პარტნიორებად და მას აკავშირებს იგივე შუა დერეფნით, სამხრეთ დერეფნის შემალი კურსით, იგივე ჩრდილოეთ სამხრეთის უწყვეტი მაგისტრალურ მოძრაობაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად ასევე წარმოადგენს თავის თავს, რომელსაც 8 ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფანი აქვს, ასე ვთქვათ, განსაბლი, ანუ გასახსნელი, მაგრამ ჭირდება რომ პოლიტიკური ფასი განსაზღვროს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერების და ამისთვის მოიმხროს ის რომელთა რიგში ირანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ვინაიდან ირანი აღიარებს და ცნობს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს მას, ისე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი და ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის როლი ამ პროცესში, იმიტომ რომ რუსეთი თავი შეიკავა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ზღვის რეგიონის 3+3 ფორმატში დამოუკიდებელ სუბიექტებად შემოყვანაზე და პრიორიტეტი მიანიჭა საქართველოს აღიარებულ გაეროს მიერ 1991 წლის მდგომარეობის სტატუსით. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის სამოკავშირეო სახელმწიფო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამავე დროს, რომელიც ცნობს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, აწერს რა სტრატეგიულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ჩარჩო ხელშეკრულებას ხელს, ყოვლის მომცველი სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური
ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს და ის ამავე დროს არის რუსეთის და რუსეთი მას არ თხოვს და ბელარუსი არც კი განიხილავს შესაძლებლობას სეპარატიზმის აღიარების პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით რაღაც თუნდაც ინოვაციები მოახდინოს რაღაცა ასე ვთქვათ შედეგის მისაღწევად. ის აცხადებს, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვცემთ პატივს და ამით იწყება ეს 2018 წლის მარტის ჩარჩო ხელშეკრულება ირანს საქართველოს და ბელარუსის შორის. აი რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამეზობლო პოლიტიკაში ქართულ ირანული, ქართულ თურქული, ქართულ სომხური, აზერბაიჯანული, რუსული ურთიერთობები და რა თქმა უნდა კასპიის ზღვის მოთამაშეებისა და შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის მოთამაშეები კონდეს ძალიან კარგი, უბრალოდ კომპრომისულად კარგი კი არა, ძალიან კარგი ურთიერთობები. ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმატში საქართველოს შეძლოს უნივერსალურად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მე მესმის ახლა ისეთ რა იმაზე უფრო ამორალური ვიდრე გეოპოლიტიკაა ზოგადად და გეოპოლიტიკური მსახვრალი ხელია, რასაც იყენებენ ძირითადი დიდი მოთამაშეები პლუსში არ არსებობს. აქ არ არის სიბრალული, აქ არ არის რაღაცა სენტიმენტები, აქ არის მშრალი, ცივი, პრაგმატიზმი და წერტილი. აი ზუსტად იმ პრაგმატიზმის დემონსტრირებას ვუცქერით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეუბრალებელ პროცესებში, რომელიც მრავალი 1000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, თუ კი რა თქმა უნდა არ მოხდა ამ პროცესების ლოკალიზაცია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაზე მოგვიანებით კითხავდა. ეხლა უშუალოდ ირანის გარშემო თუ ისრაელი შეიჭრა ლიბანში, ბეირუთს ბომბავს უკვე. ღმერთმა ნუქნას და ამერიკელებმა სადესანტო მოიერიშე ბრიგადა გადასხეს სახმელეთო, თუმცა მე ვერ წარმომიდგენი როგორ უნდა გადასხან, ეს ნორმანდიის დესანტი ალბათ მონაგონი იქნება, იქ ალბათ დაწვება ყოველი მეორე. მეთანხმები, ხო? და ეხლა მაინტერესებს ესეთი რამე, იქვე სერიოზული კონფლიქტი იყო, უბრალოდ არ გაშუქებულა პაკისტანსა და ავღანეთს შორის. იმდენად დაძაბული კონფლიქტი იყო, რომ რამის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. და ეხლა მაინტერესებს ესეთი რამ. ჩვენ ვიცით, რომ ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის დროს, რომელიც შაშანი იყო, ფაქტობრივად პაკისტანს მხარი დაუჭირა ჩინეთმა ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენ ვიცით, რომ პაკისტანი იდეურად ირანს უჭერს მხარს და ეხლა რო წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტიურად, რომ ეს სამკუთხედი შეიკრას და კონვენციური ომი დაიწყო ფართომასშტაბიანი, აი შემდეგი ნაბიჯი როგორ ფიქრობ რა იქნება? თან ისიც ვთქვათ, რომ ეს 400-ები ადრე თუ გვიან ალბათ ჩავა იმ ირანში, შეიძლება ჩასულია უკვე და მართლა დამონტაჟების პროცესში, არ ვიცი. იმიტომ რომ ეხლა აჩვენებენ, რომ ირანი ფაქტობრივად ირანისცა ისევ დაუცველია. მაგრამ რუსეთზე ცოტა მოგვიანებით ვკითხოთ აი კავკასიის კონტექსტში, ეხლა მე მაინტერესებს აი ეს რეგიონალური მოთამაშეები, პაკისტანი, ავღანეთი აქ რა როლს ითამაშებს და შესაბამისად ჩინეთ-პაკისტანს უკან უკაცრავად ირან-პაკისტანს ჩინეთი როგორ დაუდგება ცოცხალი ძალით თუ შეიარაღებით. ხო, ვიცი რა, ძალიან საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს მთელი ეს პროცესები გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს საფრთხო ომთან. საფრთხო ომის გამოცხადების პრეცედენტი ჰქონდა დღეს ადგილი. თქვენ იცით, რომ ირანის მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია 12 კაციანი საბჭო. აიათოლების საბჭო. მათ ფაქტიურად მიიღეს გადაწყვეტილებად, რომ გამოეცხადებინათ ჯიჰადი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიიტური სამყარო უნდა გაერთიანდეს. მე ხას უსვამ შიიტურ სამყაროზე, საბოლოო ჯამში ეს მოახდენს ისლამის სრულ კონსოლიდაციას. სუნიტები შეუერთდებიან ამას, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იქნება ზავათი, ასე ვთქვათ რა, დიდი საფრთხო ომი მთლიანად ისლამური სამყაროს. რომელიც ტრისხატს გამოკვეთავს უკვე ისრაელის ბუნებრივია ხა ესენი ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვერ მიიტანენ ვერანაირად
სულ გამოთქვეს კიდეც რომ თითო და კერებზეც ახსენე რა შენ ამერიკაში რო იყავი ხო ნახე როგორი ჭრელი საზოგადოება ნიუ-იორკში აქ არავინ არ იცის ვინ არის მიძინებული კერა ხო რა თქმა უნდა რა ეს იმიტომ რომ ხა მთელი ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებებს არ მინდა მთლიანად შეერხო პურიტანული შტატებია გასხოვებული ტრადიციების მატარებლები და არის ძალიან საინტერესო სოციუმები სხვადასხვა შტატებში მაგრამ ნიუ-იორკი ნამდვილად ბაბილონის გოდოლია ხო და რეალურად ახლა ნიუ-იორკში შეიძლება იფეთქოს მით უმეტეს იმ ახალი მერის არსებობის პირობებში არჩევა მერად უკვე ნიშნავს რაღაც გათამამულ გარკვეული ძალებისა რომელმაც თუ კი ეს შესაძლებლად მიიჩნიეს და ესეც არის თავისუფლად შეუძლიათ რომ შესაძლებლად მიიჩნიონ თავისი მომავალი სამოქალაქო ექსპანსია რაღაც გარკვეული შეხედულებებით ეს ნიუ-იორკია და ბუნებრივია მისი სასტიკი სახე ამ კუთხით ყოველთვის წარმოსინია იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს Wall Street-ის აქციები გვახსოვს თუ რა შეძლია ხალხის მღელვარებას და პირობითი გამღიზიანებელი ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ჩამგდებით თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ისლამურ სამყაროზე მანელი შეტევები მით უმეტეს თუ კი ამან მიიღო უკვე კონვენციური ომის ხასიათი რასაც უპირდება ტრამპი თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი რომ ისრაელი რომელსაც არ აქვს დეკლარირებული ღიად ის არ ითვლება ოფიციალურად ბირთვულ სახელმწიფოდ რეალურად არსებობს ესეთი ვიდა ძალიან ბევრი პოლიტოლოგი ამასთან დაკავშირებით საუბრობს რომ ისრაელი ამუნათებს ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ საფრთხის ეგზისტენციალურად გამომდინარე მას სხვა არაფერი დარჩენილი თუ არა გამოიყენოს ბირთვული სტრატეგიული ბომბი ირანი იმ შემთხვევაში თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ნაკლებ ლეტალობებით არ უზრუნველყოფენ ბირთვული პროგრამის სრულ ლიკვიდაციას და ეს ბევრები რომ შემოაფრინეს 12 დღიან ომში რომ განაცხადა ტრამპმა რომ ბირთვული არსენალიო ფაქტიურად მთელი პოტენციალი დაუნადგურეთ თუ არა მის ქვეშა ლაბორატორიები თუ ირანის და ახლა ამბობენ რომ ძალიან ვადაშია ამ ბირთვული ასე ვთქვათ გამდრებული ურანის მიღებასთანო ირანი ესე იგი რა გამოდის რომ არაფერი არ გაუნადგურეთ ხო ესე იგი ფაქტი არის მას ჰქონდა რაღაცა ფიქტიური ხასიათი და არა რეალურად შედეგზე ორიენტირებული იმიტომ რომ დღეს ღიად აცხადებენ რომ ირანს აქვს ისე პოტენციალი რომ გაამდიდროს ურანი და 60%-ზე მეტია ამისი უკვე რეალური შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ ხედავთ რომ ბირთვული ნამდვილად რეალური ფაქტორია ამ ომში. და ალბათ რაღაცა ესკალაციის ხარისხის შემდგომ თავისუფლად შეიძლება მე პაკისტანი რატო ვახსენე ნახე ირანელები ერთია რომ დაამზადო დიტო შენ ეს უკეთიცი და მეორეა რომ გამოიყენო და თუ დაჭირდათ მე რატომ მგონია რომ პაკისტანური ატომური იარაღის რესურს გამოიყენებენ თუ მაგამდე მივიდა მე არ მგონია რომ ისრაელმა უარი თქვას თავად გამოიყენოს ბირთვული თავის პოტენციალი იმიტომ რომ ერთ-ერთი და ამის აფეწონეთ ირანი ხო ვერ დარჩება გაუსროლელი ესე რომ ვთქვა თუ ბგერითი რაკეტების გამოყენება დაიწყებს მესამე და მეოთხე თავების ირანი. მე არ გამოვიწყავ რომ მათ პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ ბირთვულ რეაქტორზე, რომელზეც იყო აქცენტები გაკეთებული, რომ ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში ირანი იფიქრებს, რომ მოახდინოს ასე ვთქვათ, სწორედ ბირთვულ თავდასხმას. ეს რა თქმა უნდა ავტომატურად გამოიწვევს უკვე საპასუხო რეაქციას. რაც შეეხება პაკისტანს ბირთვული სახელმწიფო ინდოეთთან ერთად და ეს ორი სახელმწიფოს არსებობის ფაქტორია, მაკავებელი ფაქტორი მათ შორის, თუმცა ხედავთ რომ ავღანეთთან პაკისტანის დაპირისპირების პროცესში ინდოეთი ღიად უჭერს მხარს ავღანეთს. ხოლო ჩრდილოეთ კორეა ღიად უჭერს ირანს და სთავაზობს მას თავისი კონტინენტთა შორისი რაკეტების გამოყენებას. შესთავაზა ეგ არ უწოდებია. ეს შესთავაზა, ეს შემჩენილი მაგ თქვა რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლიათ განვიხილოთო, რომ ვაროთ ირანს კონტინენტთა შორისი რაკეტების მიწოდება. მოკლედ ჩვენ ხედავთ რომ წითელი ხაზები იხაზება.
წითელი ხაზები სიტყვიერად. მაგრამ საკმარისია რომ მისი აღსრულება რაღაცა რეალური პალესტინაში დავდგეთ კაცობრიობა, ნამდვილად შეიძლება ვიხილოთ შეერთებული შტატებიდან და ისრაელისგან საპასუხო გრიგალისებური რეაქცია. როგორადაც ტრამპი ამას წარმოადგენს და ამბობს რომ მათი ასე ვთქვათ მოქმედებები იქნება რეალურად გამანადგურებელი და რომ მათ ჯერ ომი არ დაუწყიათ, რომ ეს ყველაფერი იყო უერთწურა შესავალი და ძალიან მალე ნახავენ ამერიკის შეერთებული შტატების რეალურ პოტენციალს. და ყველა მიიტანა ეჭვი რომ გამოიყენებენ არაკონვენციალურ იარაღს. ჩვენ ხო ძალიან კარგად გვგრძნობთ და ვხედავთ ეს რაც დაიწყო ახლა ირანის წინააღმდეგ. ეს ესე მარტივად დაადვილება. დიტო ჩვენ და ვიფიქროთ ჩვენ თავზე, ჩვენი უსაფრთხოების კოლგა რა იქნება. აი ეხა ჩვენ აქ-მაქეთკენ გადავალ და ორმუზის ყურის კრიზისმა რამდენიმე ტანკერი იწვის საკონტეინერო გემები, ხომალდები რეიდზე დადგა, აი იცის რა აქტიური ზონა. დუბაი და აბუ-დავი ფაქტობრივად ფინანსურ-მატერიალური ცენტრები ალბათ უახლოს მომავალში იქ ინტერესები პირიქით გავა, რაც ახლა აქამდე გროვდებოდა პირიქით გავა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ბუნებრივია მთელ მსოფლიოზე, მაგრამ პირველ რიგში აისახება პლუს-მინუს ჩვენ ზონაზე, ჩვენს რეგიონზე. ეს დაარტყავს ალბათ საბანკო სისტემას, იმიტომ რომ გადაიხედება რისკები, სადაზღვევო პოლიტიკა შეიცვლება, როგორც თვირთების და ასე შემდეგ და ესე რომ გადავიდეთ უკვე ჩვენს რეგიონზე, აღარ ყოფ უკვე. ადრე ვამბობდი, რომ სამხრეთ კავკასია და ჩრდილოეთ კავკასიას არ ვამბობდი, იმიტომ რომ მაინც რუსეთის ფედერაციის სუვერენი იყო. მოდი ესე ვთქვათ ახლა. რა შეიძლება, რა განვითარება შეიძლება მოყვეს კავკასიაზე ზოგად. იმ ორ ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაზე და ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებს იმიტომ გამოვყობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ისლამური რესპუბლიკებია, ავტონომიური რესპუბლიკები, ანუ ისლამური ხალხია იქ. აი ეხლა რა სურათი შეიძლება შეიქმნას ჩვენს გარშემო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ძალიან სწორი აქცენტია, ნიკა, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთი ჩრდილოეთ კავკასიის ძალიან ისეთი განსხვავებულია ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობით. 90% წარმომადგენლები არიან ისლამი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ რიცხვი არიან ირანთან დაკავშირებული ხალხები. ეს არის დაღესტანი. დაღესტანი არის 3.8 მილიონი ადამიანი. და მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან შიიტები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ირანს მიიღებს თავის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, დასაყრდენად რელიგიისა და გარკვეული, ასე ვთქვათ, ეთნო ყოფის რაღაც ტრადიციონალისტური გაგების ჭრილში. სწორება ირანის კულტურას ამის თქმამდე. და ბუნებრივია თუ კი სოლიდარობა შეეხება საკითხი, მე ვფიქრობ 4 მილიონამდე ცხოვრები ადამიანის არსებობა თავისთავად ცხადია გარკვეულ საფრთხესთან არის კავშირში. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც პირველად მოხდა ისრაელისა და ირანის ღია კონფრონტაცია სარაკეტო დაპირისპირებებით, მაშინ ჩალის ცენტრალურ აეროპორტში მოხდა ძალიან სერიოზული დასოფლება, რომ თვითმფრინავი, რომელიც დაფრინდა, ისრაელიდან მოფრინავდა და ყველა, ასე იგი, ერების ტურისტის მიმართ იქ იყო გამოხატული ესეთი ირაციონალური ზიზღი და რაღაცა ესეთი დაპირისპირების მცდელობა იყო. იმგვარად, რომ ასეულობით ადამიანი მივარდა იმ აეროპორტში. რომ არა ფედერალურ ძალებს და გვარდიას, ალბათ იქ რაღაც ძალიან სასტიკი სცენა დატრიალდებოდა. ეხლა ეს ყველაფერი მეორდება გაკუთრებულ მასშტაბებში და სახმელეთო კონვენციური ომის დაწყების პირობ ეს სხვა არაფერი მთელი მსოფლიო და პირობის მობილიზაციის პირდაპირ
ინიციატივა. მე წარმომიდგენია მოხალისეების ნაკადი რო დაიძრება ჩრდილოეთ კავკასიიდან. წარმოგიდგენიათ რომ ახლა რელიგიური თესმით აღტკინებული შიიტების მხარდამჭერი და მათი ნაწილად წარმომჩენი საზოგადოება როგორი აღტკინება ამ პროცესებში და მათ ერთი კავკასიონის ქედი აქვს გადმოსალახი რომ ჩვენი გზით აზერბაიჯანის გზით ან ჩვენი გზით შეაღწიონ ასე ვთქვათ ამ მიმართულებით. ეს რაც შეეხება მხარდაჭერ ინიციატივას. ხოლო აქ მეორე უკიდურესობაა კიდე რომელზეც აი ბატონ დიმიტრი დენინგესებოდა კარნეგი ცენტრის ყოფილი დირექტორი 3 წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო ნიჭიერი რუსი ექსპერტი გახლავთ, რომელმაც თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საომარი ესკალაციის უმთავრესი ყველაზე ხიფათო შედეგი ეს არის მილიონობით მილის გამოწვევა ჩრდილოეთის მიმართულებით. ამიერკავკასია ექცევა უმთავრეს ასე ვთქვათ მის დარტყმის ქვეშ და მათ შორის ჩვენც. თორე აქ კეთილმოწყობა არ არის უკვე რაღაცა მარაკეშის აქცე და იღება არ მიღების დასაშვებობის პირობის განხილვაზე და ასე შემდეგ. აქ არის უკვე სტიქიაზე ლაპარაკი, რომელიც მოდის და ლეკავს ასე ვთქვათ, წალეკავს თავის დების არეალში ყველაფერს. რომელსაც აქ ამოცანა რომ გაჩეს შემოვიდეს და მეტნაკლებად სტაბილური გარემო ნახოს. და რას ვაკეთებ ჩვენ ამ შემთხვევაში? ესეთ რა აი ხალხსაზრისით ნიკა მე სერიოზული პრეტენზია მაქვს. მე კითხვას დაგისვავ, აქეთკენ მინდოდა ამ კითხვას დასმა და ახლა შენ მოიტანე, ჩვენ 2019 წელს შევერთით რიად ხელშეკრულების კონვენციას. მაგრამ ეს ვალდებულება ჩვენზე ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კვლავ ევროკავშირისკენ სვლას შევინარჩუნებდით. გამომდინარე რეალიებიდან, რომ არც ევროკავშირი გველოდება და დიდად ჩვენ აღარ მივისწრაფეთ იქითკენ, ის კი არა და 78 მუხლის ამოღებაზე დგება უკვე საუბარი და ალბათ მართლაც ამოსაღებია, იმიტომ რომ არაფერს გამსაზღვრელი არ არის, ყველა თვითად გვაწევს. ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ ხელშეკრულებაზე უარი ვთქვათ, ან ეს ვალდებულება არ შევასრულოთ, იმიტომ რომ ვისგან დავისჯებით, ანუ სანქციები არ მოყვება, ისედაც დასანქცირებულია ნახევარი საქართველო, მე როგორც ვიცი. გვაქვს ჩვენ მექანიზმი რომ ავირიდოთ ეს 2019 წლის ვალდებულება. ზუსტი კლასიფიკაცია რომ ესე იგი 2018 წლის არის ეს მარაკეშის პაქტი, რომელიც აეროს პაქტი. ეს არ არის იურიდიული დოკუმენტი, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი. აქ ჩვენ პოლიტიკური ვალდებულება ვიღეთ მიგრანტების მაბატე ეს უფრო წონადია ვიდრე იურიდიული დოკუმენტი? პოლიტიკური არ არის წონადი. იურიდიული ნიშნავს იურიდულად მავალდებულებას. ეს არის პოლიტიკურად. არის რომ ჩვენ პოლიტიკურ ვალდებულებას ვიღებთ რომ გაეროს ადამიანის უფლებების შესაბამის კონვენციების მიხედვით მიმოქმედებთ და უზრუნველყოფთ დევნილთა ნაკადებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ის არის რის გამო ჩვენ ქუჩაში ვიდექით 2018 წელს 2019 წელს და ადამიანი მოდიოდა პარლამენტთან მაშინ და იმასაც გეტყვით ბატონი კახა სიხარულიძე იყო მაშინ მივლენილი მარაკეშში ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. ამას თავი დავანებთ. ეს პაქტი მოქმედებს, ეს პაქტიდან და გავიდეთ ჩვენ. ყოველ მიზეზს გარეშე. ეს არ არის ევროკავშირის დოკუმენტი, ეს არის გაეროს დოკუმენტი. ეხლა გეტყვით რა არის ევროკავშირის დოკუმენტი, რომელიც ნაკლებ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენს თავი. ეს არის რეადმისიის ხელშეკრულება. რა არის რეადმისიის ხელშეკრულება? ეს არის ხელშემკრელი საქართველოს და ევროკავშირის შორის, რომლითაც საქართველო იღებს ვალდებულებას საკუთარი ბიუჯეტი დააბრუნოს ყველა ის პირი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის გავლით უკან, რომლებმაც თავის დროზე საქართველო გამოიყენეს როგორც ტრანზიტული ქვეყანა და მესამე მსოფლიოდან საქართველოს გავლით აღმოჩნდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. შემდგომში ლეგალური ყოფნა გამოვლენილი იქნა მიგრაციული სამსახურების მიერ და უკვე ჩვენთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულებით ვირეკავენ და გვეუბნებიან. დღეს ჩვენ გვყავს უკვე 800 ადამიანი შესაძლოა ბანაკში, სამობილიზაციო ბანაკში. გთხოვთ გათვალისწინებულ
ხელშეკრულების თანახმად თქვენივე ბიუჯეტის სახსრებით დააბრუნოთ ისინი. იმიტომ არის ორხევში როგორ ჩვენ აშენებული დევნილთა თავშესაფარი, ტოლულთა თავშესაფარი. არ ვიცი, არ ვიცოდი. დიახ, ორხევში არის აშენებული უკვე ესეთი სტრუქტურაა გაკეთებული, თავისი საცხოვრებელი კორპუსებით და სწორედ იქიდან აი დეპორტირებული ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით აღმოჩნდნენ, თქვათ გერმანიაში, თქვათ ჰოლანდიაში, თქვათ დანიაში და ასე შემდეგ. ისინი ბრუნდებიან ჩარტერით უკან, როგორც დეპორტირებული, ჩვენ მათ ვასახლებთ ამ ორხევში და მე ვიწყებთ წარმოებას ისმისა, ვინ რის გამო აღმოჩნდა ევროპაში, ვინ იდევნება თავის ქვეყანაში რის გამო და ასე შემდეგ აქ უკვე ერთვება ევროპული კონვენცია. ამ კავშირთან ასოცირებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ვალდებულება ჩვენ კაბალაში ჩაგვაგდო. დაგვა კაბალა, ვალდებულებები აქვს კიდე. ვალდებულებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ორგანული ინტერესის წინააღმდეგ მუშაობს. მუშაობდა და ხვალაც იმუშავებს, კი ჩვენ აქედან არ გავალთ და არ მოვახდენ დენონსაციას, ანუ უარყოფას ხელშეკრულების მოქმედების. ასე რომ ერთის მხრივ გაეროს აქტი, მეორეს მხრივ ევროკავშირთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულება, ეს არის ორი ტვირთი, რომელიც გვიმძიმებს ჩვენ ყოფა ცხოვრება. და ის მიუღებელი გახსოვთ თქვენ ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ერთხელ, რომ ჩვენ თუ კვოტებს ვერ ვითვისებთო, რას ვიკეთებენო ეს კანდიდატი ქვეყნებიო. მაგალითად, მივცეთო კვოტაო და აი თვისოსო კვოტაო. სირიიდან დევნილებიო, რომლებიც თურქეთის გავლით ჩვენთან აპირებენ შემოსვლას, პირდაპირ გაუშვათ საქართველოს. არ მიქვე დარჩნენ რა, ხო? ანუ ჩვენ და გვესმოდეს და ეს გააჩნია თავისი ფასი ბატონებო. ევროკავშირის ასოცირებისა და კანდიდატურ ის ასპექტი რო გვიხაროდა, რომ თავისუფალი ბაზარი, ევროკავშირის ბაზარი ელოდება საქართველოს. ნახეთ იქ რადებს იმ 200 გვერდიან დოკუმენტში. ბაზარზე შექმნის საკომისიო გადასახადები. ჩესია პროდუქციას იაფასებში კი არ შეგატანინებს, რომ მოგების მარჟა მაღალი ნახო. არამედ სტანდარტზე გასწორებს. იმას ნიშნავს, რომ შენ კონკურენტულ არ არის. ვერ იქნები, ვერც მსხლით, ვერც ვაშლით, ვერც ატმით, ვერც ყურძნით, ვერც ვერაფრით, ვერც ღვინით და ვერც კონიაკით. ამიტომ ეს ბლეფია რაღაც 500 მილიონიან ბაზარზე საუბარი და რაღაც ილუზორული რაღაცა ხედვების. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა დაგახსოვთ, როდესაც შალახოს იმითი რა ქვია, ტაშფანდურის ასოცირებულ წევრად. მაშინ ღიად გაცხადდა, რომ 200 გვერდიანი დოკუმენტის ნახევარი იყო საიდუმლო. და ბუნებით თქვა ისმოდა ასოცირების ხელშეკრულების პოზიტიური პირობა რატო უნდა იყოს საიდუმლო. ხომ და ვიცოდე რა არის ფასა, მაგრამ ჩაგვაგდებინეს ეს ხმა, ჩაგვაგდებინეს. ჩაგვაგდებინეს. იმიტომ რომ გითხრეს რომ აკობს გარდა არის ეკონომიკური მდგენელია და ეკონომიკური საიდუმლო რეჟიმით არის განსაზღვრული. და დამოკიდებულება ზუსტად შალახო განსაზღვრავდა, როგორ გიყურებდნენ ჩვენ რა. ხო და ის შალახო და მე შალახოს ელემენტის გადმოტანა თბილისი პრაიდის თავარ სიმბოლოდ გახსოვთ, ეს არაფერი შემთხვევით აკეთებული. რა თქმა უნდა. სწორედ ამ სიმბოლოებითა და ნიშნებით ხდება განსაღაცა გარკვეული დოქტრინალური უპირატესობებისა, რომელსაც იყენებს უამრავი ქართული მუსიკალური ნიმუშია მსოფლიო დანიშნულების, უამრავი ქართული მუსიკალური ნიმუში და შალახოზე მიიღეს. გახსოვთ მაია პანჯიკიძე იყო მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. კოშმარია რა. ასე რომ ყველაფერი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ არის გაკვეთილი, რომელიც საკუთრებებზე გვასწავლის ჩვენ და არ მინდა სხვის შეცდომების თვალისწინება, საკუთარი შეცდომები გვაქვს უკვე იმდენი დაშვებული, რომ დროა უკვე რომ გავასწოროთ ფოკუსი. და ამ მიმართულებით ჩვენ სწორად მივდივართ. ნაბიჯები სწორად იდგმება. გასაგებია რომ ბევრისთვის გაუგებრობაში ვართ და ვერ ხვდებით ხო სადავართ რა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ეხლა ეს არის ერთგვარი სტრატეგიული ნების რეჟიმი. რომელიც უფრო მეტია ზოგჯერ ვიდრე გაცხადებული დეკლარირება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ რა თქმა უნდა, არა გრძელვადიანი პერიოდისთვის. რა თქმა უნდა. თითო დენონსინაციის პრობლემა რო დავიწყოთ ამ რეადმისიის ხელშეკრულების.
ამაზე ხო დრო წავა. მე ევროპელებსაც სუპერკეტი უჭირავთ. ეხლა იმას გაგიუქმებ, ეხლა ვიზო რეჟიმს გაგიუქმებ, მე რა სანქციებს დაგადებ და რაღაცა და საქართველოს ხელისუფლებას აქვს იურიდიული, მორალურ მხარეზე არ ვამბობ, ვიცი რომ აქვს ეხლა ეს ბუნებრივია. მაგრამ იურიდიული რესურსი რომ უბრალოდ არ შეასრულოს ეს რიგი მიზეზების გამო. არა, ამას ვერ გააკეთებს საქართველოს მხარე, იმიტომ რომ სანამ ეს არ გააკეთებს, ხო? და შემდგომ აქტებთან ერთად, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს ჩვენი მისწრაფებიდან, რომელიც ასახული გვაქვს კონსტიტუციაში და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ჩრდილოატლანტიკური სივრცის მიმართ ისტორიულ და ცივილიზაციურ სწრაფვა ჩაწერილი გვაქვს პირდაპირ კონსტიტუციაში 18 მუხლში და აქედან უნდა გავიდეთ. აქედან უნდა გავიდეთ, იმ რომ გარდამავალი პოლიტიკური ტენდენციის ასახვის ადგილი არ არის კონსტიტუცია. კონსტიტუცია არის მუდმივი საფრთხეების ასახვის ადგილი. და საფრთხეები ჩვენ ვკარნახობს, რომ არ შეიძლება ერთი რომელიმე მიმართვა სამხედრო პოლიტიკური ალიანსი იყოს პანაცეა საქართველოსთვის. როგორც სახელმწიფოსთვის. რა პოზიციაც იქნება ყველა ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ის უნდა იქნეს დროის მოცემულ მომენტში გამოყენებული. ეს ამას მე მგონი ბავშვიც უნდა ხვდებოდეს და უნდა გვეთანხმებოდეს ამ საკითხში. რაც იქნება ყველაზე უფრო ხელსაყრელი ქვეყნისთვის, ის უნდა იქნეს გამოყენებული. ამიტომ ჩვენ ხედვითონ ევროკავშირშია ხარ ძალიან სერიოზული ტურბულენცია, ძალიან სერიოზული პრობლემები. ახლო აღმოსავლეთის კრიზისი საერთოდ რას მოიტანს ევროპისთვის ეს ჯერ კიდევ საკითხია. და რაც ყველაზე მთავარია ხარ ჩვენ ევროპას იმაზე უფრო მეტად ვჭირდებით მიკა, ვიდრე ევროკავშირის ნების სტატუსი ჩვენ. ეს უნდა ვთქვათ, ევროპა უნდა გავიმიჯნოთ ევროკავშირისგან. დიახ. საავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია ბუნებრივია, იმიტომ რომ კიდი ვარ და ვაერთებთ აღმოსავლეთ დასავლეთთან, ჩრდილოეთ სამხრეთთან და სამხრეთ ჩრდილოეთთან, მაგრამ მეორეს მხრივ სამხედრო პოლიტიკური ალიანსები ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და საბოლოო ჯამში ხედავ ჩვენი თავისუფალი განვითარების პირობა გულისხმობს მეტი მოქნილობის უნარის შეძენას. რომ დღეს ყავს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყანა, რომელიც 2018 წლიდან ფაქტიურად ეკონომიკურ პრეფერენციებს გვიწესებს, ჩინეთის სახით გულისხმობს. ქვეყანა, რომელიც არის უმთავრესი ეკონომიკური გენერატორი, მეორე ეკონომიკა მსოფლიოსი და შედ გვაქვს იმისი შესაძლებლობა უნარი, რომ ამ ქვეყნიდან წამოსული ტვირთები გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლა. ჩვენ ამაზე უართ ვერავინ ვერ გვატკბებს. ვერავინ. თორე გვახსოვს ჩვენ თინა ხიდაშელის გრანტები, რომელიც როდესაც ის ტაივანიდან იღებდა. წარმოვიდგინეთ, ტაივანიდან იღებდა გრანტებს იმისთვის, რომ ანტიჩინური კამპანია გაეწია ქვეყანაში. და ქვეყანაში, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმს ატარებს თბილისში, ერთ უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ფორუმს, რომელსაც 2350 დელეგატი ესწრება მთელი მსოფლიოდან და მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს უნიკალურ როლს და ადგილს მსოფლიო ეკონომიკის შემატელ, ასე ვთქვათ, კომპონენტად. და ამ დროს არსებობენ პროქსი ძალები, ისევ და ისევ, ისეთი გამტარები, რომლებიც აგერ ტაივანიდან მთელი ამ პროცესის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს არ დამთავრდება, ნიკა. რა თქმა უნდა, ეს არის ბრძოლა, ეს არის ომი და მადლობა ღმერთის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ჯანსაღი ნაწილი, სწორად ორიენტირებული ამ მშვიდობის ფასზე, სტაბილურობის ფასზე და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. რაც 22 წლის 24 თებერვალს ხელისუფლებამ გააკეთა, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ფასეული არის მისი გადაწყვეტილება. ყოველ წელს. ნამდვილად. მე ამ შემთხვევაში აი არებაშვილის როლს ნამდვილად არ დავაკნინებ, ყოველთვის ვამბობდი მაშინაც, იმიტომ რომ ირაკლი ჩაუყარა საბოლოო, მანამდე გახარიამ გააკეთა პირველი ფორუმი, მაგრამ ეს რასაც მასშტაბური ფორუმი ქვია, როდესაც რუსთაველის ძეგლის გახსნით, ბიუსტის გახსნით გაიხსნა ქართულ-ჩინური ურთიერთობის კვირეული ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ცენტრალურ უნივერსიტეტში პეკინის
და დიდმა ცივილიზაციებმა თქვათ შეახსენეს ჩინეთმა და საქართველოს უდიდესმა და უძველესმა ცივილიზაციამ. და მადლობა ჩვენ ჩინელ კოლეგებს, რომ ძალიან დიდი პატივი დაგვდალიგეთ რა ეს გულის ამაჩუყებელი სცენა. თვითონ სინდეპენიც იყო მისული, ხო, ესე მახსოვს. კი, და ასეთი სცენა იყო, რომელშიც რუსთველი იყო მთავარი, ასე ვთქვათ, სიმბოლო ქართული ცივილიზაციური. კარგი იყო მე ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა მე სამწუხაროდ ჩემდა გასაკვირად და გულდასაწყვეტად, რომ თურმე სისტემური კორუფციის ის ხო, რა ქვია, ვერტიკალი იყო შექმნილი. არა, რა თქმა უნდა, ამას მეც ვამბობ და ყოველთვის ვამბობ. ამას გამართლება არა აქვს, როდესაც ჩვენ ხაზინის ფურდობაში ხარ. თქვათ, მხილებული, თუმცა ირაკლის ამ შემთხვევაში სხვა ტიპის ბრალდება, ამიდა დავაკნინო, მაგრამ მთლიანად სისტემაზე გვაქვს საუბარი და პერსონიფიცირება ნაკლებად საინტერესოა. ვინც არ უნდა იყოს. იგივე ჩინეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ანადგურებს ესეთ ხალხს. 5 წლიან აღკვეთ იმებს კი არ უკეთებს, რა ქვია, საპროცესო შეთანხმებას. წარმოიდგინე, დახრეტა არის გავს დანაშაულზე, მაინც სპობს, დახრეტა აპრიორული, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ კურდობის ფაქტს. თუ დაუნტკიცდა, არც განიხილავენ ალტერნატივას. ჩინეთი თვლის, რომ ამაზე მძიმე დანაშაული არ არსებობს, რომ პარონ ფული შეს ქვეყანას. ეხლა რაც ჭულაძე მაგალითად, ოსვის მინისტრმა, რომელსაც თავდაცვითი გაფლანგა. და მიითვისა იქიდან თანხებია რა. წარმოუდგენელია. ფაქტოლოგიურად. ეს ჩინელებისთვის ეს განწერული იქნებოდა დასახვრეტად ასეთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირიქით, რაც უფრო მეტია თანამდებობა, მით მეტია ხვედრი, ასე ვთქვათ, სიმძიმის თვალსაზრისით, დამამძიმებელი გაშ. როცა შენი უფლებამოსილების გამოყენებით ახდენ ბოშეს უფლებამოსილებას. და დიტო ჩვენი უკვე საუბრის ბოლოსკენ ბუნებრივია მე მიჩნდება ესეთი კითხვა. რუსეთის პოზიციას როგორ აფასებ? აი ეს მოზომილი, მხოლოდ დეკლარირებული, თვითონ არ ერევა. დავიჯერო ირანის დაცემაც აქცევა დაშლა მხოლოდ ჩინეთისთვის არის დამანგრეველი? ფაქტობრივად ერთადერთი რამდენად თანამოაზრეა კიდე გასარკვევია, მაგრამ ერთადერთი საყრდენი ქონდა ამ ახლო აღმოსავლეთის ქვედა ნახევარკალში და ესე შეეგუება დაუშვათ რომ წაიქცეს ირანი? რაღაც ძალიან თავდაჯერებულად არიან რა და არანაირად არ უნდა ვიფიქრო რომ რუსეთისთვის ხა სულ ერთი არ მოხდება ირანში. ეგ მაკვირვებს ხო? რა მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამხედრო ეკონომიკურ სფეროში. რუსეთის და ჩინეთის ითვლებიან სტრატეგიულ პარტნიორებად ირანისთვის, ბრიქსი და შოსი, სწორედ ამ ხელშეკრულების მიმართ ეკონომიკური კავშირის თვალსაზრისით და ეკონომიკა არის სწორედ ის ჩინური სლოგანის მთავარი. ასე ვთქვათ, როდესაც ჯერ არის ეკონომიკა და მას მოყვება პოლიტიკა. და ცხადია მე კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ ეს ირანი ეს არის დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე რეგიონის. რომელიც ხელში ამოუვიდა გლობალურ ძალის ჰეგემონს შეიძლება ასე ვთქვათ. და სწრაფად ფორმირებად ახალ მსოფლიოში, მრავალ პოლარპლიოში. უნებრივია ამდენი პოლუსის არსებობა ამერიკის ინტერესებში არ შექმნას შეერთებული შტატებში, გლობალურ დასავლეთის ინტერესებში. ამიტომ მათი ამოცანა არის, რომ ეს დამოუკიდებელი კუნძული გეოპოლიტიკური გადაწყვეტებისა და საკუთარი ინტერესების მომსახურებისა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ 47 წელია ქვეყანა ფაქტიურად არის სანქციის ქვეშ, ხო? და მიუხედავად ამისა, მთელი რიგი დარგების არის ისეთი დარგები, რომელშიც ერთ-ერთი ნოვატორია ირანის ფარმაცია. 100%-ით ირანი არის თვითქმარი ქვეყანა მგის თვალსაზრისით. ძალიან სერიოზული სამეცნიერო ცენტრები გააჩნია ირანს საბუნებისმეტყველო დარგების მიმართულებით. ეს ოდითგანვე ცნობილია ირანი ამ მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს დონალდ ტრამპს.
მაშინ და ირანი არის ის ლუკმა, რომელიც მას გაეჭირება, იმიტომ რომ ისტორიული გამოცდილება და ისტორიული მეხსიერება ჩვენ ამას ვკარ ნახობს ავღანეთთან მიმართებით და უფრო ადრე ვიეტნამთან. ეს კითხვა რატო დავსინახე? იმიტომ რომ მედიაშიც და აქ ჩემს გარშემო სულ ყველა მეკითხება რა, რომ ხო შეიძლება ისე მოხდეს, რომ ირანის გადაქცევა ერაყად სირიად შესაძლოა იყოს რაღაცა ჰიპოთეტიური მოლაპარაკება, გარიგება, იმიტომ რომ რუსეთმა უფრო ადვილად დაემტკიცოს ის ტერიტორიები, რაზეც პრეტენზია აქვთ და ბალტიის ზღვის ბლოკირება, რომ არ მოხდეს კერძოდ კალინინგრადის და სუალის კორიდორის გახსნა რო არ მოუწიოს რუსეთს და ბელორუსებს. ეს კითხვა არის ლეგიტიმური? მე ვფიქრობ, რომ არა, ასე არ შევხედოთ მხოლოდ. კი ბატონო, აი მაშინ როგორ შევხედოთ? რამდენად მნიშვნელოვანია ირანის როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის არსებობა რუსეთისთვის მის სამხრეთ საზღვრების, ასე ვთქვათ, რეგიონში. ჩვენ იგივე ზანგეზურის მონაკვეთი ხო, რომელზეც ძალიან სერიოზული სპეკულაციები მიმდინარეობს. არის მართლაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ერისა და ორი სახელმწიფოს პრინციპით მოქმედი ქვეყნების შემაერთებელი და მათი ურთიერთდამაკავშირებელი. რაც არის ირანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობა. და ირანის აუგუებლობა აი ამ უმნიშვნელოვანი საავაჭრო ეკონომიკურ დერეფანთან დაკავშირებით, მის ჩართულობასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის არის ძალიან სერიოზული ფაქტორი. რომ ხელი შეუწყოს, რომ ირანმა, თურქეთმა და შესაბამისად მათგან მოთამაშე მთავარმა გეოპოლიტიკურმა აქტორმა ბრიტანეთის სახით და შესაბამისად გლობალურმა დასავლეთმა განახორციელოს ეს საუკუნის გეგმა იმგვარად, რომ თამაშგარეთ მდგომარეობაში დატოვოს მნიშვნელოვანი მოთამაშე, როგორც არის ირანი პირველ რიგში, როგორც უშუალო მომიჯნავე ამ ისა და რუსეთი, რომელსაც ყოველთვის გააჩნდა ისტორიული ინტერესები ამ რეგიონში. ამიტომ სწორედ ირანზე დაყრდნობით უნდა მიაღწიოს რუსეთმა ამ პოლიტიკურ ამოცანას. გეოპოლიტიკური განზომილების პოლიტიკურ ამოცანას. ესე თქვა. და ამ პროცესში ბუნებრივია საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც სომხეთი, ხედავთ როგორ ახერხებს სომხეთი იყოს დასავლეთის პარტნიორი და ირანთან, აი რამდენიმე კვირაა ირანთან დაიდო ასევე ხელშეკრულება თერთანაშრომობის შესახებ. ირანი და სომხეთი არიან ტრადიციული, არა მხოლოდ მეზობლები, არამედ ტრადიციული პარტნიორები მთელი რიგი მიმართულებებით. და ზოგადად სომხების დიდი დიასპორა არის ირანში. ძალიან დიდი დიასპორა. კულტურული ავტონომია გააჩნიათ სომხეთს. დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და ამ ღრმა ანალიზისთვის. მე ვფიქრობ, რომ ვინ ჩვენ მოგვისმენს, მე მათხოვ, რომ ეს ვიდეო გააზიარონ, იმიტომ რომ უკაცრავად ყოფით პირობებში მიწევს პოდკასტის ჩატარება და ეს დამატებითი უცხო შუმებს ვერაფერს ვერ უშვები რა. და გააზიარეთ, გაავრცელეთ და ბატონ დიმიტრის ნაზრები მე ვთვლი, რომ უნდა მოისმინოს, რაც შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ და ეს იქნება ნამდვილად კარგი რამ. დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. ნიკა, მე უბრალოდ მინდოდა დამემატებინა. კი ბატონო, დაამატე ხო რა თქმა უნდა. ყოველი ესეთი გადაცემა, პოდკასტი იქნება, ეს თუ სატელევიზიო იქნება, აუცილებლად უკვე უნდა დროა დავიწყოთ, რომ დავასრულოთ ხოლმე. ვთქვათ, შეგონებით, ნებავთ სურვილით მიმართონ მოუარონ საქართველოს. გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. ვინც არ უნდა ვიყოთ რა გემის პოლიტიკური შეხედულების, სოციალური წარმომავლისანი არ უნდა ვიყოთ. თუ კი ქართველი შვილნი საქართველოსისა, სადაც არ ნაცხოვრობდეთ, რასაც არ ნავაკეთებდეთ, ჩვენი მთელი გულისყური კონცენტრაცია, ყურადღება უნდა იქნეს მიმართული ჩვენი ქვეყნისკენ. მოვაწესრიგოთ ჩვენი ქვეყანა, მოუვაროთ ჩვენ საქართველოს ერთობალისხმევი.
დროა რომ აი გაგვაერთიანოს სინდისმა ნამდვილად და ერთ მუშტად შებრას. გაიხარე. და მოვიკითხავ ამერიკის ამ შეერთებული პათოს შტატების უერთო- 300,000-იან ქართულ პირველ რიგში აღარ წარმოგიდგენია რამდენია? 300. ერთობით 300,000 ქართველი ცხოვრობს ბატონებო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 300,000. და არანაკლები ცხოვრობს როცა საბერძნეთში. დე ფაქტო მოსახლეობა საქართველოში არის 3,700,000 წარმოიდგინე. საბერძნეთში რამდენი ქართველი ცხოვრობდა? დაახლოებით 120-დან 130,000-მდე არის. და რუსეთში? მილიონზე მეტი. რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოხდა ძალიან ბევრი ჩარჩენა, ბევრმა მერე გადალახა და გაიყვნენ უკვე ეს რესპუბლიკები, მაგრამ 2000 წლამდე ხო არ იყო დიგიტალიზირებული შესაძლებლობა აღრიცხვის საზღვარზე რამდენი კვეთავს, ხო? და მხოლოდ აი ბოლო აღწერების მიხედვით დათვალეს რომ არის სადღაც 800-დან მილიონამდე, 800,000-დან ქართველი. რამის ერთი საქართველო გარეთ არის რა. არა, სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ 1/3 მკვიდრი მოსახლეობისა, რომელიც აღრიცხვის შედეგად 99 წლის არჩევნების პერიოდში რომ გახსოვთ ოქტომბრის აღრიცხვის შედეგად იყო 5,450,000 ქართველი, თვითონ მოქალაქე. მაცხოვრებელია საქართველოს. დღეს სტატისტიკით არის ოფიციალური სტატისტიკით 3,750,000. კარგით მეგობრებო, გემშვიდობები თვითო. ეს აქედან თუ არ გამქრალან არა? არა, ხო, მაგას ვამბობ ხო, ბერბერო. ერთმა ამრავლოს ჩვენი ერი და ამიტომ საჭიროა ბატონ ლევას და გუშინ საინტერესო შემოთავაზება, შენც მოისმენდი ამას და რა ვიცი შეუერთეთ ჩვენი თქვათ და რა ვიცი რა. რაც უფრო მალე მოხდება, იმიტომ რომ ეხა 2 მილიონამდე რომ მოქალაქე გარეთ არის 3,700,000 მქონე მოსახლეობისთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგია რა. ნამდვილად. დიტო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის, დროებით გემშვიდობები. მხოლოდ ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენ შეიძლება კიდევ უახლოს მომავალში კიდევ შევხვდეთ და ჩვენს მაყურებელს უკეთ ამავე შეიძლება ითქვას, შენი ანალიზი შევთავაზოთ მორიგ ჯერს. აი ხარეთ. დიდი მადლობა.